მოვთუშავ ხილს, დავუმატებ თხილეულს, ჩირეულს, გავახვევ ცომის პატარა გუნდებში, მოვასხავ კარამელს და ისე გამოვაცხობ ღუმელში. საახალწლო სუფრის ყველაზე კარამელიანი დესერტი. ვიწყებ შიგთავსის მომზადებას. აქ გვაქვს მსხალი, კომში და ვაშლი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გავთალოთ. დამჭირდება 1 მთლიანი მსხალი, 2 ვაშლი და 1 კომში. ამ ნამცხვრის მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით, ან თუნდაც მხოლოდ ვაშლითაც ძალიან გემრიელი გამოვა. მე უბრალოდ მინდა რომ გამოვიყენო ყველაზე არომატული ხილი, რაც გვაქვს ეხლა ამ სეზონზე. ანუ ვაშლი, მსხალი და კომში, რა თქმა უნდა. დავჭრათ ხილი პატარა კუბებად. და ბოლოს კომში. ყველაზე რთულად იჭრება კომში. ხილი მზად არის, უკვე კუბებად დავჭერით, გადავიტანოთ ჯამში და ვადუღოთ 5-10 წუთით. რომ ზედმეტი სითხისგან დაიცალოს ხილი, რადგან შემდეგ ცხობისას არ გახეთქოს ცომი. სანამ ხილი მომზადდება, მოამზადოთ ცომი. ქვილი 500 გრამი. ჩავყაროთ ჯამში. ცოტა დავიტოვოთ სამუშაოდ. მარილი 2 გრამი. შაქარი 100 გრამი. და ჩავახეხოთ 120 გრამი მარგარინი. მინდა რომ ეს დესერტი იყოს სამარხო, მაგრამ იგივე ცომი ზუსტად შეგიძლიათ მოამზადოთ კარაქით. მარგარინი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ ადვილად ჩავახეხოთ ცომში. ხილმაც უკვე კარგად გაუშვა სითხე. დაახლოებით 5 წუთიც და მზად იქნება. აი ესე გავაფხვიეროთ ცომი, რომ დაიშალოს მარგარინი და გაერთიანდეს ფქვილთან. დავუმატოთ წყალი 200 მილილიტრი. ცომი უნდა იყოს მაგარი, მაგრამ ელასტიური. იმიტომ რომ ადვილად შემდეგ გავახვიო ხილი, მოთუშული ხილი ცომის გუნდებში. გადმოვიტანოთ ცომი დაფაზე. გადავზილოთ რამოდენიმეჯერ და დავასვენოთ ცომი 20 წუთით. ხილი მზად არის. გადმოვიტანოთ ჯამში. კარგად დაშრა უკვე სითხეც. და ხილს დავუმატოთ თხილეული, რომელიც მაქვს. ეს არის ქეშიუ, ნიგოზი, მიწის თხილი და ქართული თხილი. დავჭრათ, ესე უხეშად გადაუაროთ დანით. ჯამში 100-120 გრამი საკმარისია. არ არის აუცილებელი რომ სიმეტრიული იყოს, შეიძლება ზოგან დიდი ნაჭერიც კი გაყვეს, მაგრამ პირიქით უფრო გემრიელიც იქნება ჭამის დროს. დავუმატოთ ხილს. აქ მაქვს ჩირი, გარგრის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი და ფინიკი. დავჭრათ 30 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 30 გარგრის და 30 გრამი ფინიკი.
საკმაოდ კალორიული და ძალიან გემრიელი გამოვა ეს ნამცხვარი. ფინიკი. მოვიღოთ კურკა. ფინიკი ერთ-ერთი ყველაზე კალორიული ჩირეულობაა, მაგრამ ყველაზე სასარგებლო. ესეც დავუმატოთ ხილს. ამოურიოთ. და ხილის შიგთავსი მზად არის. ცომაც დაისვენა. დავყაროთ დაფაზე ფქვილი. და დავანაწევროთ ცომი გუნდებად, პატარა გუნდებად. უნდა მივიღოთ დაახლოებით 20 გრამიანი ცომის გუნდები, რომელიც დიდი იყო კიდევ შუაზე გავჭერი. ესე იგი, მივიღეთ 2, 4, 6, 8, 10, 24 გუნდა. დამჭირდება გამოსაცხობი ფორმა. ამ შემთხვევაში ტორტის გამოსაცხობ ფორმას ვიყენებ. შეგიძლიათ კექსის გამოსაცხობი ფორმაც გამოიყენოთ. ხელით გავიყვანოთ ცომი. ერთი არასავსე სუფრის კოვზის ხილის შიგთავსი დავადოთ ცომს და შევკრათ. შევკარით გუნდად, ამოვავლოთ შაქარში და გადავიტანოთ ფორმაში. ყველა გუნდაზე ვიმეორებთ იგივეს. ამოვავსოთ ბოლო გუნდაც. და გადავიტანოთ ფორმაში. ესე იგი, გავავსეთ გამოსაცხობი ფორმა 2 ფენა ვაშლის გუნდებით. ეხლა უნდა მოვამზადოთ კარამელი. ჩავყაროთ ჩვეულებრივი თეთრი შაქარი 150 გრამი. ყავისფერი შაქარი 100 გრამი. და მარგარინიც 100 გრამი. მასა რო გახდება მუქი ყავისფერი, მოოქროსპრო, ესე იგი კარამელი მზად არის. ამოურიოთ. თეთრი შაქარიც უნდა გამუქდეს აუცილებლად. კარამელი მზად არის, უკვე გამუქდა, მუქი ყავისფერი გახდა კარამელი. ცხელი კარამელივე მოვასხათ ნამცხვარს. აი ესე მთლიანად. ისე რომ ჩავიდეს კარამელი. და წავიღოთ გამოსაცხობად. ცხება 180 გრადუსზე 9 საათით. ამოვიღოთ ფორმიდან სანამ ცხელია. მაინც თავი დავიზღვიოთ და დანა ერთხელ შემოვავლოთ. იდეალურად გამოცხვა, კარამელი ბოლომდე გაუჯდა ნამცხვარს. ეს არის ყველაზე კარამელიანი, ყველაზე არომატული, ყველაზე გემრიელი და ნოყიერი ნამცხვარი. საახალწლო სუფრისთვის.